საუნივერსიტეტო ქალაქებად მალე შესაძლოა რუსთავი და ქუთაისი მოგვევლინოს. Როგორც ოცნების პრემიერი ირაკლი კობახიძე აცხადებს, მათ ამოცანას რეგიონებში უმაღლესი განათლების თანამედროვე ინფრასტრუქტურის განვითარება და თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური გარემო შექმნა წარმოადგენს. Როგორც კობახიძემ იმედის ეთერში განაცხადა, თბილისში არის შენობები, რომელთა რეალიზაციის სანაცვლოდ შეიძლება ახალი ინფრასტრუქტურა აშენდეს. დედაქალაქში არის საინტერესო ადგილმდებარეობებზე არაერთი შენობა და ჩვენ განვიხილავთ ამ საკითხსაც, რომ ამ შენობების რეალიზაციის სანაცვლოდ ავაშენოთ სრულიად ახალი თანამედროვე ინფრასტრუქტურა. Რა თქმა უნდა, არ შევეხებით ისეთ შენობებს, რომლებიც დაკავშირებულია უნივერსიტეტების იდენტობასთან, ხო, რაც ჩვენი ისტორიის და კულტურის ნაწილია, მათ შორის არ შევეხებით ბუნებრივია მაგალითად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსს, მეორე კორპუსს, სამედიცინო უნივერსიტეტს ასეთ შენობებს, მაგრამ არის შენობები, რომელთა რეალიზაციის სანაცვლოდ შეიძლება აშენდეს ახალი ინფრასტრუქტურა. ეს განცხადება კი მეორე მხრივ ნიშნავს შემდეგს, რომ თბილისის ცენტრალური უბნები, სადაც დღეს უნივერსიტეტების დიდი ნაწილი მდებარეობს, სულ მალე შესაძლოა ახალი ეკონომიკური და ურბანული განვითარების სივრცედ იქცეს. სავარაუდოა, რომ გამოთავისუფლებული შენობების ადგილას ახალი დეველოპერული პროექტები აშენდება, ან მათი ფუნქციური ცვლილება მოხდება. ჭავჭავაძის გამზირსა თუ კოსტავას ქუჩებზე საცხოვრებელი კომერციული თუ საზოგადოებრივი სივრცეების შექმნა დარჩენილი მწირი რესურსისა და მაღალი ფასის გამო უძრავი ქონების სექტორისთვის განსაკუთრებულად მიმზიდველია. ამიტომ გალტენტაგერში ფიქრობენ, რომ თუ კი მსგავსი შესაძლებლობა გაჩნდება, კერძო სექტორის ინტერესი ძალიან დიდი იქნება. ვაკეს რომ შევხედოთ, ეს ცენტრალური უბანია და მიმდინარე პროექტები ძირითადად არის პრემიუმ პროექტები, თუმცა მიწოდება საკმაოდ მწირი არის, რადგან ცოტა არის დეველოპმენტისთვის განკუთვნილი მიწები. შესაბამისად, სამომავლოდ თუ აქ მოხდა რაიმე პრემიუმ პროექტის დაწყება, სავარაუდოა, რომ დეველოპერებისგან აქ ინტერესი იქნება და საშუალო ფასი დღეს მიმდინარე პროექტებში დაახლოებით $2600. ასევე საბურთალო სამომავლოდ კვლავ დიდი პოტენციალი აქვს დეველოპმენტისთვის და ხედავთ, რომ სხვადასხვა ახალი ადგილების ათვისებაც ხდება და ვფიქრობთ, რომ საბურთალოზე ჩანაცვლების პროექტიც დეველოპერებისთვის მიმზიდველი უნდა იყოს. საშუალო ფასი $1500, თუმცა ცოტა უფრო ცენტრალურ არეალში დაახლოებით $1700-2000 ფარგლებში. დაანონსებული საგანმანათლებლო პროცესების თბილისი და რუსთავში გადატანის მიუხედავად, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დარწმუნებულები არიან, რომ ამ სიაში მათი კორპუსები არ მოხდება, ან გადაწყვეტილება მინიმუმ აკადემიურ და წარმომადგენლობით საბჭოსთან შეთანხმდება. ძველი ხელისუფლებისგან განსხვავებით, დღევანდელ დღეს დარწმუნებული ვარ, თუ არც ერთი ქონება არ იქნება გასხვისებული აკადემიური და წარმომადგენლობის საბჭოების გარეშე და მათი გადაწყვეტილების გარეშე. ამიტომ ამაზე იქნება მსჯელობა. მით უმეტეს, როდესაც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს თითქმის ყველა შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. ამიტომ ამაზე იქნება მსჯელობა, როგორც გადაწყვიტავს სახელმწიფო მთავრობა და აკადემიური და წარმომადგენლობის საბჭოები, ისე იქნება. ამას ჩვენ ვერაფერს თულს ვერ ვხედავთ. გასაშენებელია საერთო საცხოვრებლები და სადაც სახელმწიფოს ექნება საშუალება, რომ თბილისთან ახლოს ან სადმე ეს კამპუსები აშენდეს, ამაზეც ვიმსჯელებთ და ერთად გადავწყვეტავთ. უნივერსიტეტის შენობების ჩანაცვლობა მიუღებლად მიაჩნიათ ურბანისტების ნაწილს. თბილისის გენგეგმის თანაავტორი მერაბ ოლქვაძე ფიქრობს, რომ მაღლივის ილიასა თუ ტექნიკური უნივერსიტეტების კორპუსები უკვე გარკვეული იდენტობის მატარებელია და მისი ფუნქციური ცვლილება, მით უფრო ამ ტერიტორიაზე საცხოვრებელი სივრცის გაჩენა მრავალკომპონენტიანი კვლევების ჩატარებას საჭიროებს. ამ შენობებში საცხოვრებელი ფუნქციის განთავსება ძალიან ძნელი იქნება, ფაქტიურად შეუძლებელი იქნება. ეგეთი. მეორე, ამავე დროს ეს შენობები ყოველ შემთხვევაში დიდი ნაწილი გახლავთ უკვე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები. არ არის სავალდებულო 100 წელი გავიდეს, უკვე ისინი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები ასახავენ იმ დროს, იმ ეპოქას, თავისი არქიტექტურითაც არის საინტერესო. ეხლა მე კონკრეტულად ლაპარაკობ არა მარტო უნივერსიტეტის პირველ და მეორე კორპუსზე, ლაპარაკობ პოლიტექნიკური ინსტიტუტის ძირითად კორპუსებზეც. ამიტომ მათი დანგრევა და ისა, რა თქმა უნდა, მიზანშეუწმუნელია. ფუნქციის ცვლილებაც შიგ ვერ მოხერხდება და ასეთ დიდ მსხვილ ცვლილებებს ქალაქში, რა თქმა უნდა, ჭირდება შესაბამისი კვლევა და საერთოდ ქალაქგეგმარებითი პროექტები, როცა წდება, ეს ეხება სტადიონს, აეროპორტს, დიდ მსხვილ კომპლექსებს, მას ჭირდება ამ დარგის სპეციალისტების გაანალიზება და კონკრეტული კვლევების ჩატარება.
რა ეკონომიკური სარგებელი შეიძლება ჰქონდეს დედაქალაქის ცენტრიდან საუნივერსიტეტო ცხოვრების გადატანას რუსთავსა თუ ქუთაისში. ამ კითხვაზე დღეს დეტალების არ ცოდნის გარეშე ეკონომისტებს საუბარი უჭირთ, თუმცა სასკოლო ინფრასტრუქტურის შექმნის მხრივ არსებული მანკიერი პრაქტიკის გათვალისწინებით გიორგი ხიშტოვანი ფიქრობს, რომ მთავარი რისკი კორუფციას უკავშირდება. არ ვიცით რა ინვესტიციებზეა საუბარი და როგორ დაფინანსდება ეს ახალი ინფრასტრუქტურა, კამპუსები, შენობები. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მიმდინარე პროცესებიდანვე გამომდინარე ვთქვათ, რომ უმაღლესი არის რისკი კორუფციული იმის, რომ ამ ქალაქის ცენტრიდან გადატანილი შენობები არ ჩავარდნენ ხელში სახელმწიფოსთან დაახლოებულ სამშენებლო ჯგუფებთან და საბოლოო ჯამში მივიღოთ დაანგრეული უნივერსიტეტები და გამდიდრებული სახელმწიფოსთან დაახლოებული დეველოპერები. და კიდევ უარესი საკითხი არის ჩვენ სკოლების ინფრასტრუქტურის შეკეთების რეფორმამ ჭალებში ისევ დაგვანახა, რომ სკოლები, რომლებიც უნდა განახლებულიყო და ასე ვთქვათ, გარემონტებულიყო 6 თვეში ან 1 წელიწადში, წლები ბავშვები დარჩენ სკოლის გარეშე და გადაწილებულები ქალაქის მასშტაბით. ეხლა ამის საფუძველზე რა რწმენა უნდა კონდეს პირობითად რომელიმე სახელმწიფო უნივერსიტეტის იმას რა ქვია სტუდენტს, რომ რუსთავი იქნება ეს თუ ქუთაისი სახელმწიფო მოახერხებს მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურის შექმნას. განათლების რეფორმის პრეზენტაცია ოცნების მთავრობამ გასული კვირის ბოლოს გამართა. ირაკლი კობახიძის თქმით, პროექტის განხორციელებას საშუალოდ 60 წლიანი პერიოდი დასჭირდება.